მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა უკან. აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცადა უთხრა. უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმენდა. გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა. მინდა, განიწმიდე. და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. უთხრა მას იესომ. იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსე მათ და დასამოწმებლად. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან. შეევედრა და უთხრა. უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავდომილი და სასტიკად იწამჯება. უთხრა მას. მე მოვალ და განკურნავ მას. იმ ასისთავმა კი უთხრა პასუხად. უფალო, არა ვარ ღირსი რომ ჩემ წერქვე შემოხვიდე. ხოლო სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მე ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვევით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუნები წადი მეთქი და მიდის. სხვას მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას გააკეთე მეთქი ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვემ მე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფეველის ზენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში, იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. და უთხრა იესო მასისთავს. წადი და როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს. და იმ საათში განიკურნა მისი მსახური. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა ქალს. იგი წამოდგა და ემსახურა მათ. როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.